ვოლოშინმა მოუგო მეოთხე ფინალში გიორგი რაჯებაშვილს, ჯამალზადემ 3-2 მოუგო საქართველოს შავშანდა ჩემპიონს დიმიტრი ბერაიას და მათეს მთავარი ბრძოლა ჰქონდა პირველ დღეს, როდესაც დაამარცხა ფოთელი ანდრია მატარაძე, აქ შიდა კონკურენციის საკითხი წყდებოდა 57 კილოგრამში. და ჯამალზადემ პირველ რაუნდში მოუგო ლევან კოდურას. ანუ ისინი სამ განრიგით მოდიან 4 დღეში 4 ბრძოლა. მათე ვოლოშინი იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალისტიც ყოფილა რამდენიმე წლის წინ ქვედა ასაკში. მისი მეტოქე ალი ჯამალზადე. ვოლოშინი 16 წლისაა, 2010-იანია, გაისიდან გადადის ახალგაზრდებში, ისე როგორც მისი ძმა ტყუპისცალი მირიან ვოლოშინი, მის შეხვედრა იქნება უკვე შემდეგი მირიან ვოლოშინი, ალი აბასლი, ოღონდ ეს უნდა იყოს წესით დაჯილდოების შემდეგ. ვოლოშინს აქ ისეთ როგორც გითხარით, პირველი ბრძოლა ჰქონდა, მთავარი შიდა კონკურენცია მან მოიგო, თუმცა შვენიერი იქნება საერთაშორისო ტიტულით თუ დაასრულებს მოიამ შეჯიბრებას. მეტოქემ ასე ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ ის არც არნიშნავს. მათენ ნამდვილად ცაცია და ცაცია არის, ცაცია დგომი აქვს მის მეტოქეს. ჯერ დაზვება როგორც იტყვენ, ახლა მალე უნდა დაიწყოს ბრძოლა. ახლოება ჭირდება ვოლოშინს ხადიერი შორიდან ვერ აჯეროს. მეტოქეს კარგად დაიცვა ახლა თავი ჯამალზადემ მარცხენა ხუქი მის შედეგიანი იყო. აგვასვა ამჯერად აზერბაიჯანელმა დაწყება თითქმის ერთი თავით მაღალია ჯამალზადე, ისეთ უხერხული მეტოქია ვოლოშინისთვის ნამდვილად. პირველი რაუნდის ბოლო. ჯამალზადე მოიგო, ოღონდ მინიმალური უპირატესობით 3-2. ისე დიდი არაფერი, ესე მცირე ჩამორჩენა გვაქვს. აი აქ დავუახლოვდა, მოახერხა მათემ და დაახლოება, მე უნდა გავარკვიოთ ჯამალზადეს დაცვა. შორიდან ეს ძალიან ძნელი იქნება.
ხო, ესეთი იოლი არ დიდხანს ამზადებს ლოშინი შეტევებს, ესეთი ერთი თავით მაღალი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ რთულია ამის გაკეთება, ესე თავზე ხელაღებულ შეტევაში ვერ წახო. ჯერჯერობით ესე თანაბარი რაუნდია, უფრო აქტიურია ლოშინი. მოიგებია ჯამალზადემ. ამჯერად მათემ გააგავა მეტოქე. უკეთესი რაუნდი ჰქონდა მათ ესე ნამდვილად იყო უფრო აქტიური და ხმები თუ გაიყოფა წესით მის სასარგებლოდ უნდა გაიყოს კი ბატონო 4-1 ოღონდ როგორი სურათი გვაქვს 4 საათთან არის დაწინაურდა ვოლოშინი 4-1 მოიგო 1 საათთან ორი რაუნდი მოგებული აქვს მაგრამ დანარჩენ 4 საათთან ანგარიშ თანაბარია. იმ 4 მსაჯიდან ახლა რო გაიყოს ხმები მათე იქნება გამარჯვებული, ჯამალზადე სჭირდება 3 ხმა, ნამდვილად ესე იყო ყველაფერი მეორე რაუნდში. ბევრი ზუსტი დარტყმა არ ყოფილა, მაგრამ აშკარად უფრო აქტიური იყო ვოლოშინი, იმის შეტევა, ჯამალზადეს შეტევა არც გვახსოვს მეორე რაუნდში. ეხლა წესთვის უნდა გამოვიდეს შეტევაზე. ისი რა თქმა უნდა აზერბაიჯანელმა შედეგი იქცელებს პირდაპირ უდგათ მონიტორი, ოღონდ არ ვიცი ახლა როგორ მეუბნებიან თუ არა თავის მოსწაფეს შედეგს რაღაც კორექტირებას უკეთებენ ცხადია. ახაც უფრო აქტიურია მათე. პირველ რაუნდში აშკარად უკეთესი იყო ჯამალზადე, ანუ საკუთარ რაუნდებს შევადაროთ, ისეთ ბევრს უტევდა ხოლმე. ეხლა დიდი ვერაფერი. აი ესე თუ გაგრძელდა ეს ზოღლა მათე შეინარჩუნებს იმ უპირატესობას. მინიმალური უპირატესობა აქვს მას პირველი რაუნდის, ორი რაუნდის შემდეგ. 1 საათთან აქვს მოგებული. მეურის არავი დარჩენილი. ისეთ პოზიციური ბრძოლა მიდის, როგორც მეორე რაუნდში. ჯერჯერობით არაფერი არ მოხდება ისეთი, რომ ჯამალზადემ თუნდაც ერთი ხმა მიიღოს საჯერმა, ან ბოლოაც წამფრინას იზამს, ნახოთ. ახაც მოიგერია მათემ, აი აქ ბოლოს მოგვარტყა, ორჯერ არ ვიცი, საკმარისი იქნება თუ არა ამ ბრძოლის შეძლოს აბრუნებლად. ეს ბოლო შეტევა რო არ ყოფილიყო ჯამალზადესი ვიტყოდივით თამამად რომ მოიგო ვოლოშინი. ეხლა ნახოთ საჯებს უნდა დაველოდოთ. თუ გამოაცხადეს ერთ ხმა გადაწყვეტილება, მაშინ მათე მოიგო. გაყოფილზე ორიონ შეიძლება.
აყოფილი გადაწყვეტილებაა. თითქმის კუთხე მათე ვოლოშინი სწორია ყველაფერი უფრო აქტიური იყო ვოლოშინი მეორე რაუნდში, მესამე რაუნდში მის მეტოქეს თითქმის არ ქონია შეტევა, ჰქონდა ერთადერთი აი ბოლო წამებზე და ეხლა ერთი დარტყმით ხო მოიგებდა. საბოლოო ჯამში რა გამოვიდა 3-2 ვოლოშინმა მოიგო მესამე რაუნდის და აი 4 საათში ხმები გაიყო 2-2 და მოიგო სწორედ აი ერთი მსაჯის